ესე იგი დავალება ხომ გვახსოვს ორი ლედი უნდა გამოვიტანოთ, რა თქმა უნდა Arduino უნდა გამოვიტანოთ და ამ ლედებმა, LED-ებმა უნდა იციმციმოს, ესე იგი პირველ რიგში გამოგვაქვს Arduino, გამოვიტანეთ ეს ერთი და მეორე ლედი, შეგვიძლია ამ ლედებს ფერები შევუცვალოთ. აი მაგალითად ბავშვებს რომ ვასწავლი ხშირად ირჩევენ წითელს და ლურჯს, ანუ ეს ციმციმები რომ არის. ავირჩიოთ ჩვენს მოდი წითელი და ლურჯი, ესე იგი ვიცით რომ ამ ლედების მოხრილი ფეხები, ანუ ეს ნახეთ, ეს არის ანოდი, ანუ პლუსი და სწორი ფეხები არის მინუსი. ახლა რას ვაკეთებთ? პირველ რიგში შევაერთოთ ეს რეზისტორი ამათთან მინუსზე და შეგვიძლია აქ ვაკეთოთ რომ შეგვიძლია ერთი რეზისტორი გამოვიყენოთ და ისე გავაკეთოთ პროექტი. ახლა დავალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი რეზისტორი გამოვიყენოთ. ცალ-ცალკე შევაერთოთ ground-ზე, თუმცა შემდეგში აგიხსნით breadboards, ანუ აქ აი ამას და ამის დაკავშირების პრინციპსაც, როდესაც Code.js-ზე შემოვა ეგ Code.js-ზე აქ კურსში ჩაშვებულია ეგ breadboard-ი. კარგი, ესე იგი შევაერთეთ ორი რეზისტორი, რეზისტორის ზომა დავაწყაპუნოთ რეზისტორს და ავირჩიოთ აქ და რეზისტორის ზომა უნდა იყოს 220 ომი, ამიტომ კილო ომი ჩამოვშალოთ, ავირჩიოთ ომი, აქაც 220 უნდა იყოს, კილო ომი ჩამოვშალეთ, ავირჩიეთ ომი და შევაერთეთ ახლა ესენი წამოვიღეთ, აქ დავაწყაპუნეთ, აქაც დავაწყაპუნეთ და შევაერთეთ აი ას, ანუ ვაწყაპუნებთ იმიტომ რომ კუთხე გავაკეთოთ. აუცილებლად თუ ground-ში ვაერთებთ, ესენი იყოს შავი ფერის. კაბელები იყოს შავი ფერის. შეგიძლიათ აქედანაც ჩამოვშალოთ და შავი ფერი აერჩიოთ და ასევე შეგიძლიათ კლავიატურის ციფრებითაც შეცვალოთ. წამოვიღოთ ახლა ეს მინუსიც, დავაწყაპუნოთ აქ, წამოვიღოთ აქ და რა თქმა უნდა შეგვიძლია აქაც შევაერთოთ და შეგვიძლია აქაც შევაერთოთ. ორივე ground-ი არის, ორივეზე ჩვეულებრივად ერთნაირად იმუშავებს. კარგი. ეს ground-ები უკვე დავაკავშირეთ, ახლა წავიღოთ და ესენი უნდა დავაკავშიროთ Arduino-ს რომელიმე პინს. მაგალითად, ეს მეოთხე და მეხუთე პინი ავირჩიოთ digital პინები, საიდანაც Arduino გასცემს სიგნალს და ამ პინებით შესაძლებელი იქნება ამ LED-ების ანთება. ესე იგი, წამოვიღოთ ახლა ეს ანოდი, ანუ წითელის ანოდი წამოვიღოთ. ასე, აქაც მოვხაროთ, აქაც მოვხაროთ და ეს იყოს მაგალითად მეოთხეში და აუცილებლად ფერი შევუცვალოთ. წითელი ფერი არ გვინდა, იმიტომ რომ წითელს ძირითადად ვიყენებთ 5 ვოლტზე და აქაც ესეც ასე წამოვიღოთ. და ესეც ჩავსვათ აქ მეხუთეში და ამის ფერიც სხვა ფერი იყოს, მაგალითად სტაფილოსფერი და ყვითელი, ხო? ეს უკვე წრედი შევაერთეთ, სწორად შევაერთეთ, ახლა გადავდივართ კოდის წერაზე. მაგრამ კიდევ რა მინდა რომ მეთქვა, ანუ კაბელების ფერის შეცვლა აუცილებელი არა, ყველა კაბელი ერთი ფერითაც რომ გააკეთოთ, მუშაობით მაინც იმუშავებს, მაგრამ მიღებული სტანდარტი არის რომ მინუსი შავი ფერის გავაკეთოთ, პლუსი ანუ 5 ვოლტი ან 3 ვოლტი წითელი ფერის გავაკეთოთ და სიგნალები გავაკეთოთ სხვადასხვა ფერის. კაი, გადავიდეთ ახლა კოდებზე. დავაჭირეთ აი აქ codes, ჩამოვშალოთ blocks, ავირჩიეთ ტექსტი, დავაჭირეთ continuous, აი ეს კოდი საერთოდ წავშალოთ. იდეაში შეგვიძლია დავტოვოთ და შევცვალოთ, რაღაცები შევცვალოთ, მაგრამ მოდი წავშალოთ. როგორც იცით, Arduino-ზე კოდი იწერება C++-ენაზე. კარგი, დავიწყოთ ახლა მოდი კოდის წერა. ორი ძირითადი ფუნქცია გვაქვს, ეს არის void setup და void loop-ი, რომელიც მეწერა, მაგრამ წავშალე მინდა რომ ჩემთან ერთად დაწეროთ void setup. ბრჭყილები გავხსენით, ფიგურული ბრჭყილი გავხსენით, ჩამოვედით ქვევით და როგორც ხედავთ, აი Code.js-ი აქ, როდესაც ამას ვწერდით, ანუ ფიგურული ბრჭყილს, როდესაც ვწერდით Enter-ს დავაჭერდით, მეორე ბრჭყილს ავტომატურად ხურავდა, ანუ ავტომატურად წერდა ის პროგრამა. ამ შემთხვევაში ეს არ წერს და ხელით გვიწევს დაწერა. ამიტომ თუ აქ მიჩვეული ხართ, ამას მიაქცირეთ ყურადღება, ძალიან ბევრ ბავშვს ეშლება ამ ბრჭყილის დაწერა ავიწყდება. მოკლედ setup ფუნქციაში დაწერილი კოდი სწროლდება ერთხელ, რაც ბევრჯერ მაქვს უკვე ნათქვა წინა ვიდეოებში და ეს კოდი სწროლდება კოდის გაშვებისას, ანუ პროგრამის გაშვებისას, ანუ როდესაც start simulations დავაჭერთ, მაშინ შესრულდება setup-ში ჩაწერილი კოდი. setup-ში ამ შემთხვევაში ჩვენ წერთ პინებს, ანუ პინები უნდა განუსაზღვროთ. მეხუთე პინი და მეოთხე პინი რომ უნდა იყოს output-ი, ანუ სიგნალი რომ უნდა გამოვიდეს Arduino-დან მეოთხე და მეხუთე პინზე, ამას ვწერთ. ესე იგი, ამისთვის ვიყენებთ pin mode
და ვეუბნებით, რომ მეხუთე პინი, მოდი ჯერ მეოთხე დავწეროთ, მეოთხე პინი იყოს output-ი და output-ი იწერება დიდი ასოებით. ბრჭყილი დავხურეთ და აუცილებლად წერტილმძიმეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და შემდეგ pin mode ისევ pin mode მეხუთე პინიც იყოს output-ი, აქაც output. ბრჭყილი დავხურეთ, წერტილმძიმე არ დაგვავიწყდეს და ფიგურული ბრჭყილის ქვევით ჩამოვედით. ანუ setup-ი უკვე დავწერეთ, გადავედით void loop-ზე. ესე იგი, ფუნქცია შევქმნით void loop. გავხსენით ბრჭყილები, გავხსენით ფიგურული ბრჭყილი, დავაჭირეთ enter, ჩამოვედით და აქვე დავხურეთ. შემდეგ ავედით წევით და დავიწყეთ ახლა კოდის წერა. ესე იგი, ჩვენი დავალება რა არის? რომ ჩვენი დავალება არის, რომ იციმციმოს ამათმა ნახევარი წამის განმავლობაში. ამ ლედებმა ერთი რომ აინთება, მეორე იყოს ჩამქრალი, მეორე რომ აინთება, პირველი იყოს ჩამქრალი. ესე იგი, ამას ვწერ digital write-ით. გავხსენი ბრჭყილი, მეხუთე პინზე გამოუშვი სიგნალი, ანუ მეხუთე პინი გახსენი, ჰაი. დავხურე ბრჭყილი და დავწერე წერტილმძიმე, ასევე აი ეს ოდნავ შემოწია შიგნით და ასევე digital write-ი მეოთხე, ანუ მეოთხე პინი იყოს low აუცილებლად დიდი ასოებით უნდა დავწეროთ ისევე როგორც high და ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს 500 მილიწამი, ანუ ნახევარი წამი. ამ შემთხვევაში delay უნდა დავწეროთ. delay 500 ბრჭყილი დავხურეთ და წერტილმძიმე. აი ასე. ეს კოდი ახლა რომ გავუშვათ, ჩვენ ერთი იქნება ანთებული მუდმივად და მეორე იქნება ჩამქრალი მუდმივად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ loop-ში ჩაწერილი კოდი სრულდება მუდმივად, ანუ დაიწყება პირველი კოდიდან, გადაყვება მეორეს, მესამეს, როდესაც დასრულდება, ისო პირველი კოდიდან დაიწყება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ high მდგომარეობაში იყოს მეხუთე პინი და low მდგომარეობაში იყოს მეოთხე პინი. ეს მდგომარეობა შეინარჩუნა 500 მილიწამი, მაგრამ ქვევით არაფერი არ გვწერია და ისევ ამ მდგომარეობით გააგრძელებს მუშაობას. ეს ჩვენ შეგვიძლია ახლა დავაკოპიროთ, ჩავსვათ ქვევით და ამ შემთხვევაში უკვე ესე იგი მეხუთე პინი თუ high იქნება და მეოთხე low 500 მილიწამი. აქ უკვე პირიქით უნდა იყოს, ხო? ანუ მეხუთე პინი უნდა იყოს low, ხოლო მეოთხე უნდა იყოს high. გავუშვათ runs დავაჭიროთ delay და აქაც delay. გავუშვით და აი ნახეთ ნახევარი წამით ციმციმებს, ხო? ერთმანეთს ენაცვლებიან. კარგია, ჩვენ შეგვიძლია დავასტოპოთ ახლა ეს მოვნიშნოთ მთლიანად, დავაკოპიროთ, გადავიდეთ აქ და ჩავსვით აქ და submit continuous დავაჭიროთ. ეს დავალებაც დავასრულეთ.